გამარჯობა მეგობრებო, ჩემი სახელია ლაუ და ეს ჩემი გუნდია. მე მივიღეთ ძალიან განსაკუთრებული ვიდეო მასალა აეროპორტის სათვალთვალო კამერიდან. მოდით ვუყუროთ მეგობრებო. წლის ბრონკო, შეხედეთ ამას. გამარჯობა მეგობრებო, ამ ბიჭებმა ახლახან ნამდვილი თვითმფრინავი გრაფიტით მოხატეს. ეს უცნაურია და მგონია რომ ეს ბიჭები Subway Surfers-ის თამაშიდან არიან. მოდით ვუყუროთ კიდევ. გაჩერდით იქვე. არა დაცვა, ჯეიკ, გაიქეცი. იცადეთ. ისინი ცდილობენ თვითმფრინავის გატაცებას. გაჩერდით, გითხარით, თვითმფრინავი. დაიჭირეთ თვითმფრინავი, უკან. ჩვენ გვაქვს სუპერრეაქტიული თვითმფრინავი. მთელი თვითმფრინავი. შეგიძლია წარმოიდგინო. 1 საათის შემდეგ კანადაში უნდა ვიხოთ. ღმერთო ჩემო. იცადე. საწვავი დაგავით ყდა. ვარდებით. ეს სიგიჟეა, რას აპირებენ თვითმფრინავთან დაკავშირებით? იცადე, ეს რა ხმაა? ვაუ, ეს Subway Surfers-ების თვითმფრინავია. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს Subway Surfers-ების თვითმფრინავის ავარია იყო. შეიძლება თამაშის ბიჭებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ. უნდა დაეხმაროთ Jake's, Tricky-ს და Dazus. მოდით ბიჭებო, თქვენი დროა. მოდით. უნდა დავეხმაროთ მათ. სადით? კარგი. ხოდა, უნდა ვიპოვოთ Subway Surfers-ის ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ახლავე. არცი, დიახ, შენ ეს ნახე. რა? თვითმფრინავი. ის წითლად იყო შეღებილი, ასე რომ ეს Subway Surfers-ის თვითმფრინავია. თვითმფრინავი არ მინახავს, რაღაც წითელი დავინახე. ასე რომ არც კი ვიცი რას ვეძებთ ბიჭებო. შუმად იყავი და გააგრძელე. თუნდაც არ ჯეროდეს ამის. ჩვენ მაინც უნდა ვიჩქაროთ, რადგან Jake's და Tricky-ს შეიძლება ჩვენი დახმარება დასჭირდეთ. ეს ყალბი ვიდეოა. და რაც ვნახეთ, უბრალოდ რაღაც შემთხვევითი რამ ჩამოვარდა ციდან. ბიჭებო, მე არ მჯერა. არც ჩვენ დახმარება გვჭირდება. უნდა ვიჩქაროთ. რატო? Jake's და Tricky-ს ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი დახმარება დასჭირდეთ. მაგრამ ნახე რა არის აქ. არა, კი. დამეხმარეთ. ესენი საგანგებო შეთხობინებებია. ესენი კი Subway Surfers-ის ეს სპრეი სკილებია. დიახ, ორი ვიპოვე. ღმერთო ჩემო, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ბილიკია და ნაკვალევი ჩანს. სადღაც წავიდნენ. ავარიის შემდეგ იმ მიმართულებით არიან. ხო, სხვათა შორის ბიჭებო, რომელი პერსონაჟი გიყვართ ყველაზე მეტად Subway Surfers-თან? ჩემი საყვარელი პერსონაჟია Jake. თქვენი? კი, ტრიკია, მაგრამ ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ვიჩქაროთ, როგორც გითხარით. კარგი, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ვინმე ამ თვითმფრინავით ჩამოვარდა. შეიძლება ვინმე უბრალოდ აქეთ-იქით დადიოდა. იცი? კარგი, უბრალოდ მიიღევი. მაგრამ ტრიკი ყველაზე მაგარია. ის ისეთი საოცარია. ის შესანიშნავია. ალექს, თუ თვითმფრინავი ჩამოვარდა, იქ უნდა იყოს ბევრი ჩამოვარდნილი ნაწილები. თვითმფრინავი მარჯვნიდან. ხედავ რამეს? არ ხედავ. კარგი. ეს ყალბია, ძმაო. რა? ეს რა არის? რედი, ვიდეოზე ისევ ხარ? ხოვასია. დიახ. და აქ რა არის? ეს Subway Surfers-ის თვითმფრინავის ნაჭერია. ხო, Subway Surfers-ი, მაგრამ ამას ნებისმიერს შეუძლია დაწეროს. არა, ეს ზუსტად ისფერია, რაც ვიდეოშია. ამიტომ ეს ნაწილი ნამდვილად დაკავშირებულია Subway Surfers-ის თვითმფრინავის ავარიასთან. არ არის საკმარისი მტკიცებულებები. გააგრძელე ძიება. შეიძლება დაგიჯერო, მაგრამ ნახე იქ რაღაც შავია. რაღაცა ხრელია. კარგი, მოდი. გამოვიკვლიოთ, რა მოხდა მათ ხრელში. ეს არ მომწონს. საკმაოდ უცნაურია. ეს ბორბალია. თვითმფრინავის შასი, რომელზეც Jake და Tricky იყვნენ. ის მთლიანად წითელია და გავს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილს. შეიძლება ნელ-ნელა გიჯერებ, მაგრამ ჯერ კიდევ საკმარისი მტკიცებულებები არ მაქვს. გულწრფელად რო ვთქვა, დაუჯერებელია. ბიჭებო, უნდა გავარკვიოთ რა იყო ავარიის მიზეზი. რატომ ჩამოვარდა მთელი თვითმფრინავი ციდან? წავედით, უნდა ვიჩქაროთ, ვიპოვოთ ისინი და დავეხმაროთ. არტი, მიცადე, ამდენი თოვლია და ძალიან ცივა. არ შეეძლოთ სადმე ნებისმიერ ადგილას ჩამოვარდნილიყვნენ? არტი, ხედავ რამეს? ხო, შეხედე. რა? რაღაც ყვითელი. ხო, მოდი აქ. ეს რა არის? როგორ ფიქრობ? სტატით გამოიცნოთ კომენტარებში. ეს არის რაღაც ყვითელი, რაღაც გრძელი და ხო, რაღაც მართლა აქ არის.
ბიჭებო, ნახეთ. ჯეიკი. მაშ, რას ნიშნავს ეს? შენ ჯერ კიდევ ვერ გაიგე. არა, ეს ჯეიკის სერფინგის დაფა. ეს ჯეიკის ნამდვილი სერფინგის დაფა? შენც ასე ფიქრობ? რას ფიქრობ? მე ყოველთვის მინდოდა ჯეიკივით მესრიალა. ხო, მინდოდა მესრიალა. და ეხლაც გავისრიალებ. არტისტული. შენი უნარი შორს არის. ჯებში ნაკლები. შენ თვითონ სცადე. შეხედე იქ. ეს რა არის? Subway Surfers-ის ფრენის დროს გაცემული საჭმელია. ხმერთო ჩემო. ართლა? მოხედე. აი ტრიკი, აი ჯეიკი. დიახ, თვითფრინავებში საჭმელს აძლევენ, ასე რომ ეს ნამდვილად Subway Surfers-ის თვითფრინავია. ძალიან მშია. და არაფერს მოგცემ. დიახ, დიახ. ეს ვიპოვე. სადე დამიჭირო, ეს ჩემია. არტი, მოიცადე, ეს ჩემი საჭმელია. კარგი. მოდი ერთად ვცადოთ. არტი, შენ თოვლის კაცი ხარ. ზულ ხარ არტი, ნახე ღმერთო, ეს არის Subway Surfers-ის ცისფერი საყელო. მაგრამ ძალიან მცივა. ეხლა მაგრამ მე არა. ცდი. ბიკებო, ეს მშვენიერია. შვენიერი ცისფერია Subway Surfers-თან. ნახეთ, აქ არის Subway Surfers-ის ქათმის სენდვიჩი. ეხლავე დავაგემოვნებ. 3-ზე. 2, 1. ოჰ. აიგე ფერი. ეს ბევრად უკეთესია. მე სვავი ვარ. გაუმარჯოს ბიჭებო. ნახე. ეს არის Subway Surfers-ის პომიდურის соуსი. არ ვიცი, რისთვის შეიძლება გამოიყენო. ჰეი, მოიცადე. ეს იდეალურად მოუხდება იმ ხრაშუნა პურს, რომელიც ადრე ვიპოვე. მოდით ვცადოთ. დამეხმარე არტი. კარგი. და ნახე. გახსენი. ხო, კარგი. გავხსნათ, გახსენი. ასე. გონია რომ ეს საუკეთესო საჭმელია, რაც კი ოდესმე თვითფრინავში გვიჭამია. კიდევ არის. ნახე, Sorbet page. არ ვიცი ეს რა არის. Subway Surfers-ის შოკოლადით ხილით. კარგი, მოდი ვცადოთ. ვიღაც გვირეკავს? ტელეფონი გაქვს? კი. ვინ არის იქ? ეს სლავია. ძალიან დაკავებული ვარ. კი, კარგი. ჰეი, ბიჭებო! ჰეი, შენ! ასე დიდხანს რას აკეთებდი? სად არის ჩამოვარდნილი თვითფრინავი? იპოვე ავიაკატასტროფის ადგილი. დიახ, მე. აქ ვარ და თვითფრინავი და საჭმელს ჭამ. რას აკეთებ? შენ. შენ ჭამ, მუსმას ჭამ ფეფშიდან. დიახ, ლაუ, კარგი ვიპოვეთ. კარგი რამეები ვიპოვეთ. ჩემი თვითფრინავიდან და სრულიად უფასოა. კარგია. ხოჭა ღარტი, უნდა იპოვო თვითფრინავი. და სხვათა შორის, დამიტოვე რამე საჭმელი. არა. სადი, და ახლავე მოძებნე. გვექნება ძალიან სერიოზული პრობლემა. მოგვიანებით, სად არის სირა? კარგი. ალექს. ხო, კარგი. წავიდეთ. ალექს, უნდა დავასრულოთ სლავის მისიები და ვიპოვოთ Subway Surfers. კარგი. ნახე. კიდევ ერთი შასი და არტი. დატოვეს. უნდა ვიჩქაროთ. ხო, მართალი ხარ. ნახე. სლავი იღებს. ეს ძრავის ნაწილია? კი. ბიჭებო, თუ იცით რა არის ეს, კომენტარებში დაწერეთ, იმიტომ რომ გატეხილია და უნდა გავიგოთ, რა მოხდა თვითმფრინავში. რატო თომ არის ნაწილები ყველგან? ან ავარია ძალიან ძლიერი იყო, ან ჰაერში აფეთქდა. და მეორე შემთხვევა კიდევ უფრო ცუდია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჯეიკი და ტრიკი არა. არა, შეწყვეტე ტირილი. ჯერ კიდევ უნდა გამოვიძიოთ და გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში. კარგი, თუ რამეს ვიპოვით. ეს რა არის, ბიჭებო? ნახე. იქ სერფერები არიან. მაგრამ მერე ეხლა ნათელია, რომ ჯეიკმა და ტრიკიმ მთლიანად შეღებეს თვითფრინავი. მათ მოიპარეს ის. მაგრამ რატომ? თუ იცით, ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ. კარგი, გეყოფათ აქ ჯდომა. წავიდეთ. და შეხედე. ეს რა არის? წარმოიდგინე, რომ ხარ პილოტის კაბინაში. შენ პილოტი ხარ. კი. და ის სავსეა. ალექს, გესმის?
ჩვენ ავარიის ადგილზე ვართ, ხოვასეა. ცოტაც და გავიგებთ რა მოხდა. წავიდეთ ბიჭებო. არტი, დამშვიდდი. მართლა მჯერა რომ ჩვენ ახლახან გავიარეთ ნამდვილი თვითმფრინავის ავარიის ადგილი. უბრალოდ შეხედე ხალხის კვალს, ნაწილები. თვითმფრინავის კუდი ვიპოვეთ. საჭე, შასი. მაგრამ ბიჭებს რა დაემართათ? სად არიან ისინი? ისინი წავიდნენ ბიჭებო. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული არ ვარ. თუ ისინი წავიდნენ, ჩვენი დახმარება აღარ ჭირდებათ, ხო იცი? მაგრამ შეხედე. ეს რა არის? ვიღაცის ტანსაცმელია. ლურჯია. ეს რა არის ეს ჯოხი? ეს გავს დაცვის თანამშრომლის ტანსაცმელს, არა? დიახ, ის ცნობილი მცველი, ის ვიდეოში იყო. მან ისინი შენიშნა მანამდე, სანამ თვითმფრინავს გაიტაცებდნენ. ანუ შენც ასე ფიქრობ? ის ეძებს Subway Surfers, Trick-its და Jake-its. მას მათი დახმარება უნდა, ხომ ასეა? არა, მას უნდა. ასე მოექცეს მათ, ხო გესმის? თუ გინდა დაეხმარო მათ, ჯერ უნდა ვიპოვოთ ისინი, კარგი? წავიდეთ. რა მოხდა? თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა თუ რაღაც მსგავსი? ბიჭებო, დარჩით ჩვენთან. ეხლა გავიგებთ რა მოხდა. წავიდეთ ოპერატორო. სად არის რაღაც? არ ფიქრობ. აი ბიჭებო, ნახეთ. რა არის ეს ხუთი? ეს საიდუმლო ხუთია, ხო ასეა? ის ძალიან იშვიათია. ისეთი, ვაუ. ანუ, შეგვიძლია ეს გავხსნათ, ხომ? უნდა გავხსნათ. კარგი, გავხსნათ. ბიჭებო, როგორ ფიქრობთ, რა არის შიგნით? ღმერთო ჩემო. ეს ტრიკის სათვალია. სათვალის გარეშე. კაცო, რა გჭირს? არა. ეხლა ტრიკი ვითვარ. ძალიან ჭკვიანი ვარ. ყველაფერი ვიცი. ეხლა AI-სავით ვარ. ნახეთ ბიჭებო, K, ლურჯი K, რისთვის გამოიყენება? თუ იცით, კომენტარებში დაწერეთ. ეს კიდე უფრო იშვიათსა და ძვირადღირებულს ხსნის. და ჩვენ გვაქვს წითელი ქუდი. უბრალოდ ჩვეულებრივი წითელი ქუდი. ჩვეულებრივი ხარ შენ. ეს ტრიკის კუდია. რა? შენ მოჩვენებას გავხარ. არა, ესე? შენ ტრიკის გავხარ, შენ გოგო ხარ, სულელი გოგო. მაგრამ შეხედე. ეს ტელეფონია. ეს iPhone-ია. ჯეიკთან ერთად. შეიძლება ჯეიკის ტელეფონია. რას ფიქრობ? ეს ჯეიკის ტელეფონია. თუ ტელეფონი არის. შეიძლება შიგნით ვიდეოებიც ვიპოვოთ, ხო ასეა? გონია ეს ტელეფონი სლავთან უნდა მივიტანოთ. სლავი აუცილებლად დაგვეხმარება რომ ჩავართოთ და ვნახოთ რა არის შიგნით. და შენ მას ვერ წაიღებ, კარგი? მოყვები შენ. შენს შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ისინი აქ არიან. რას აკეთებენ ისინი? თქვენ რა გჭირთ, ბიჭებო? ალექსი აპირებს მოიპაროს iPhone-ი, რომელიც ვიპოვეთ. ხო. ღმერთო ჩემო, რა გჭირს? ხო, ჩვენ ასე და ასე დავეცი. iPhone-ი. ეს ტელეფონი გაიყინა, რადგან გარეთ ძალიან ცივა. მჭირდება ცოტა დრო რომ აღვადგინო, მაგრამ ბიჭებო, რასაც გააკეთეთ, ამ iPhone-ს გატეხილი აქვს ეკრანი. ასე რომ Phoenix შეუძლია სადოს მონაცემების ამოღება და მოვისმინოთ აუდიო. არა ვიდეო, არამედ აუდიო. შესაძლოა ეს iPhone-ი რეაქტიული თვითმფრინავის ფრენის გამოვიყენოთ. ჩამწერათ, რათა გავიგოთ, რა გახდა თვითმფრინავის ავარიის მიზეზი და ცოცხლები არიან თუ არა ეს ბიჭები. კარგი, მოდი ეხლავე გავაკეთოთ ეს. ხო ბიჭებო, აქ რაც აღჭურვილობა მაქვს, ყველაფერი გამოვიყენე რომ ეს Subway Surfers-ის iPhone-ი აღმედგინა. დრო დადგა, მოусმენთ და გავიგებთ რა მოხდა. ეს ფრენის ჩანაწერს გავს. ხო, ისინი უბრალოდ დაფრინავენ. თვითმფრინავის ხმა მესმის, მაგრამ ჯერ ხმები არ ისმის. შეგიძლია მთელი თვითმფრინავი წარმოიდგინო. ეს ჯეიკია. ჰეი ტრიკი, უბრალოდ წარმოიდგინე ამ დაცვის ბიჭის სახე. ღმერთო ჩემო. ის ტრიკის ელაპარაკება. ადი მოიწერა მათო. სათვალი? საწვავი? დაგავიწყდა სათვალი. ვარდებით. ისინი ვარდებიან, რადგან სათვავის ავზი цаრიელია. ღმერთო ჩემო, ეს უბრალოდ სისულელეა. აირე პარაშუტი და გადახდი. მათ აქვთ პარაშუტი. ეს იყო ავარიის ხმა.
და ეს არის ყველაფერი? მაგრამ სულ მცირე შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ Subway Surfers-ის ბიჭები ცოცხლები არიან და პარაშუტს იყენებენ, რომ ჩამოფრინდნენ ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან. ეს არის ყველაფერი. კარგად ჟღერს, მაგრამ მაინც ბევრი კითხვა რჩება. რა მოუვიდა დაცვის თანამშრომელს? რა დაემართათ მათ დაშვების შემდეგ და შეიძლება ამის შესახებ რაღაც მინიშნებები გაქვსაც? ვიცი, დაცვის თანამშრომელი ხმელეთზე მიყვებოდა მათ. ანუ ის მისდევდა მათ. ეს რაღაც ლოგიკურია, მაგრამ იპოვეთ რაიმე შეტყობინება Subway Surfers-ისგან, ბიჭებო. დიახ, ვიპოვეთ. ისინი იყენებენ სპრეის ქილებს, რომ დაწერონ SOS და დახმარება. ეხლა დრო გჭირდება საფიქრელად და შეიძლება ჯერ კიდევ მოგვიწიოს ვიღაცის, კერძოდ Subway Surfers-ის დახმარება. თუ გსურთ, რომ გავაგრძელოთ ეს გამოძიება და Subway Surfers-ის შესახებ მეტი თავგადასავალი ნახოთ, ასე რომ გთხოვთ, გამოიწერეთ და მოიწონეთ ეს ვიდეო ახლავე. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფრის კეთებას მხოლოდ თქვენთვის. ჩემი სახელია სლავი. ეს არის არტი და ეს არის ალექსი. საერთო ჯამში ჩვენ ვართ სლავის გუნდი და ვაკეთებთ საუკეთესო ვიდეოებს მხოლოდ თქვენთვის. კარგი, ჩაჯექით მანქანაში ახლავე ბიჭებო. მოდით.